დესერტები. მე ავიღე თეკლას ცრემლები, აი ასე ხვია ამ დესერტს. და არის ძველებური ეგრეთ წოდებული ტორტი. და ნიკამ აიღო გოგრა გოგრით, გოგრის რაღაცის გოგრით. გოგრიან გოგრაზე, გოგრიანი გოგრით. აი ესეთი გოგრა დესერტი მოუვიდა ნიკას. მაგრამ ძალიან გემრიელია ეს გასანჯული მაგ და აი სასწაული. კარამელიზირებული გოგრის თესლები. ანუ ზემოდან აქვს ესე დაყრილი და კნატუნებს თან. ამათ კიდევ ერთი დესერტი აქვს. ნიგუზიანი ბადრიჯანი ჭადით და კახური ზეთით. ანუ სერვირებაში ესე ცალ-ცალკე მოდის და ნაყინი არის კახური ზეთით და აი ვერ გეტყვით როგორი გემრიელია. ზოგადად ნაყინზე ვგიჟდები და ეგ ნაყინი არის ჩემი ფავორიტი მთელს დედამიწაზე. ნაზესია. გავსინჯოთ ნიკას დესერტი. მე ყოველთვის ნიგუზიან ბადრიჯანს ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი ფავორიტია და ნახოთ აბა. ძალიან მომწონს რომ გადაჭარბებულად ტკბილი არ არის და ამ სიტყვის ხარჯზე არ უნდა არსებობა ამ დესერტს. ნახოთ თეკლას ცრემლები. თეკლა რამდენი გიტირია? ძალიან გემრიელია. მეც მინდა რომ გავსუჯებთ, რომ ჩემი აზრით უბრალოდ სტანდარტული ტორტი იქნება, რომ ნახოთ თეკლას ცრემლები როგორია. შოკოლადი ბევრად უფრო მძაფრად მოდის. ისეთი ნამდვილად არ არის როგორც წარმოვადგინა. ანუ სტანდარტული ტორტის ნაჭერი არ გეკონათ. ალუბალი მოუხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დესერტი ძალიან მომეწონა, ნიგუზიანი ბადრიჯანი ჩემ ფავორიტად რჩება.